ერნესტ ჰემინგუეი, უძღვნის შვეიცარიას. როგორ გაერთო მისტერ უელერი მონტრეში. სადგურის კაფეში სინათლე ენთო და თბილოდა. ხის მაგიდები საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი და გაკრიალებული. ყოველ მაგიდაზე თითო კალათი იდგა. კალათებში ნამცხრით სავსე პრიალა პარკები ეწყო. ჩუქურთმიანი სკამები მოძველებული ჩანდა, მაგრამ სამაგიეროდ მოხერხებული იყო დასაჯდომად. კედელზე მოჩუქურთმებული ხის საათი ეკიდა. ოთახის სიღრმეში დახლი მოჩანდა. გარეთ თოვდა. საათის ქვეშ ორი მებარგული იჯდა მაგიდასთან. ისინი ახალ ღვინოს შეექცეოდნენ. მესამე მებარგული შემოვიდა და გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ სიმპლონის ექსპრესი 1 საათის დაგვიანებით გამოვიდა სან-მაურისიდან. იგი მაშინვე წავიდა. ოფიციანტი ქალი მისტერ უელერის მაგიდას მიუახლოვდა. ექსპრესი 1 საათით იგვიანებს, სერ, თქვა მან. ყავა მოგართვათ? რომ აღარ დამეძინოს? როგორ? კითხა ქალმა. მომიტანეთ, უთხრა მას მისტერ უელერმა. ახლავე. ქალმა სამზარეულოდან ყავა გამოიტანა და მისტერ უელერმა ფანჯერაში გაიხედა. ერთხანს უყურა, როგორ ეფინებოდა თოვლის ფანტელები განათებულ ბაქანს. ინგლისურის გარდა სხვა ენა თუ იცით? კითხა მან ოფიციანტ ქალს. ვიცი, სერ, ვლაპარაკობ გერმანულად, ფრანგულად და აგრეთვე ადგილობრივ დიალექტებზე. დალევთ რამეს? არა, სერ, ჩვენ მომსვლელებთან დალევის უფლება არ აგვაქვს. სიგარა ხომ არ გინდათ? არ ვეწევი, სერ. ძალიან კარგი, თქვა მისტერ უელერმა. ისევ გაიხედა ფანჯარაში, ყავა მოსვა და სიგარეტს მოუკიდა. ფროილაინ, დაიძახა მან, ოფიციანტი ქალი მივიდა. რა გნებავთ, სერ? თქვენ მინდიხართ, უპასუხა მას მისტერ უელერმა. ნუ მეხუმრებით ასე, არ გეხუმრებით. მაშინ ასე ნუ მელაპარაკებით. კამათის დრო არა მაქვს, თქვა მისტერ უელერმა. მატარებლის მოსვლამდე 40 წუთია. ზევით თუ წამომყვებით 100 ფრანკს მოგცემთ. ასე ნუ მელაპარაკებით, თორემ მებარგულს დაუძახებ. მე არც მებარგული მაინტერესებს, უთხრა ქალს მისტერ უელერმა. არც პოლიციელი და არც სიგარეტის გამყიდველი ბიჭი. მე თქვენ მინდიხართ. თუ ასეთ ლაპარაკს თავს არ დაანებებთ, აქედან წასვლა მოგიწევთ. აქ ასე ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ წადით აქედან, აქ რომ არ იდგეთ ხომ არც დაგელაპარაკებოდით. ქალი წავიდა. მისტერ უელერი დაინტერესდა, ეტყოდა იგი მებარგულებს რამეს თუ არა. არაფერი არ უთქვამს. მადმუაზელ, დაიძახა მან ისევ. ქალი მივიდა. მომიტანეთ 1 ბოთლის სიუნორი, თუ შეიძლება. ახლავე, სერ. მისტერ უელერმა თვალი გააყოლა. ქალი გავიდა. მერე ღვინო შემოიტანა და მის მაგიდასთან მივიდა. კაცმა საათს შეხედა. 200 ფრანკს მოგცემთ, თქვა მისტერ უელერმა. ძალიან გთხოვთ, ასე ნუ მელაპარაკებით. 200 ფრანკი დიდი ფულია. ასე ნუ მელაპარაკებით, უთხრა მას ოფიციანტმა. სიბრაძესაგან ინგლისურიც კი ეშლებოდა. მისტერ უელერმა ქალს ინტერესით შეხედა. 200 ფრანკი, მეზიზღებით. მაშინ წადით აქედან, აქ რომ არ იდგეთ ხომ არც დაგელაპარაკებოდით. ოფიციანტი მაგიდას მოშორდა და დახლთან მივიდა. მისტერ უელერი ღვინოს სვამდა და თან თავისთვის იღიმებოდა. მადმუაზელ, დაიძახა ისევ. ქალს ვითომ არ გაუგონია. მადმუაზელ, გაიმეორა მან. ოფიციანტი მივიდა. გინდათ რამე? ძალიანაც მინდა. 300 შვეიცარიულ ფრანკს მოგცემთ. ქალი წავიდა და მისტერ უელერმა თვალი გააყოლა. მებარგულმა, რომელსაც მისტერ უელერის ბარგი ებარა, კარი შემოაღო. მატარებელი მოდის, სერ, თქვა მან ფრანგულად. მისტერ უელერი წამოდგა. მადმუაზელ, დაუძახა ოფიციანტს. ქალი მივიდა. რამდენი გერგებათ ღვინოში? 7 ფრანკი. მისტერ უელერმა 8 ფრანკი გადათვალა და მაგიდაზე დადო. მერე პალტო ჩაიცვა და მებარგულს ბაქანზე გაჰყვა. გარეთ ისევ თოვდა. ო, მადმუაზელ, წარმოთქვა მან. ოფიციანტმა თვალი გააყოლა კაცს. რა უშნოა, გაიფიქრა. უშნოა და საზიზღარი. 300 ფრანკი ასეთ უბრალო რამეში. რამდენჯერ გამიკეთებია ეს მე მუქთად. აქ ადგილიც არ არის ამისათვის. ოდნავი მოსაზრება რომ ჰქონოდა და მიხვდებოდა, რომ აქ ადგილი არ არის. არც დროა და არც ადგილი. რა ხალხია ეს ამერიკელები? მისტერ უელერი თავის ბარგის გვერდით იდგა მოცემენტებულ ბაქანზე. თოვაში გაჰყურებდა მოახლოებული მატარებლის შუქს და ფიქრობდა, რომ გართობა იაფი დაუჯდა. სადილის გარდა მას დაეხარჯა 7 ფრანკი ღვინოში და 1 ფრანკიც ქალს რომ აჩუქა. კაცმა რომ თქვა 75 სანტიმიც ეყოფოდა. ახლა უკეთესად იგრძნობდა თავს, მხოლოდ 75 სანტიმი რომ ეჩუქებინა. 1 შვეიცარიული ფრანკი 5 ფრანგულ ფრანკს უდრის. მისტერ უელერი პარიზში მიემგზავრებოდა. იგი ძალიან ანგარიშიანი კაცი იყო და ქალები არ აინტერესებდა. ამ სადგურში უკვე ნამყოფი იყო და იცოდა, რომ ზევით ოთახები არ იყო. მისტერ უელერი არასოდეს არ მიდიოდა რისკზე. მისტერ ჯონსონი გულახდილად საუბრობს ვევეში. სადგურის კაფეში სინათლე ენთო და თბილოდა. მოსუფთავებული მაგიდები კრიალებდა. ზოგზე თეთრ ლურჯი, ზოგზე კი თეთრ წითელი უჯრედებიანი გადასაფარებლები ეფარა.
მაგიდებზე ელაგა კალათები, რომლებშიც ნამცხრით სავსე პრიალა პარკები ეწყო. მათ უგურთმებული სკამები დაძველებული ჩანდა, მაგრამ სამაგიეროდ მოხერხებული იყო დასაჯდომად. კედელზე საათი ეკიდა. ოთახის სიღრმეში დახლი მოჩანდა. გარეთ თოვდა. საათის ქვეშ ორი მებარგული იჯდა მაგიდასთან და ახალ ღვინოს შეექცეოდა. ერთი მებარგული შემოვიდა და გამოაცხადა. აღმოსავლეთ სიმპლონის ექსპრესი 1 საათის დაგვიანებით გამოვიდა სამ მაურისიდანო. ოფიციანტი ქალი მისტერ ჯონსონის მაგიდას მიუახლოვდა. ექსპრესი 1 საათს იგვიანებს, სერ, თქვა მან. ყავა მოგართვათ? თუ არ შეწუხდებით. როგორ? კითხა ქალმა. დავლევ ერთ ჩიქას. ახლავა. ქალმა ყავა მოიტანა სამზარეულოდან და მისტერ ჯონსონმა ფანჯარაში გაიხედა. ერთხანს უყურა, როგორ ეფინებოდა თოვლის ფანტელები განათებულ ბაქალს. ინგლისურის გარდა სხვა ენა თუ იცით? კითხა მან ოფიციანტს. ვიცი, სერ, ვლაპარაკობ გერმანულად, ფრანგულად და აგრეთვე ადგილობრივ დიალექტებზე. დაალევთ რამეს? არა, სერ, ჩვენ მომსვლელებთან დალევის უფლება არ აქვს. სიგარა ხომ არ გინდათ? არა, სერ, ქალს გაეცინა. არ ვეწევი, სერ. მეც არ ვეწევი, თქვა ჯონსონმა. საშინელი ჩვეულებაა. ქალი წავიდა. ჯონსონმა სიგარეტს მოუკიდა და ყავა მოსვა. კედლის საათზე 15 წუთი აკლდა. მისი საათი ცოტა წინ იყო წასული. მატარებელი 11-ის ნახევარზე უნდა მოსულიყო. თუ 1 საათს დაიგვიანებდა, მაშინ მხოლოდ 12-ის ნახევარზე მოვიდოდა. ჯონსონმა ოფიციანტ ქალს დაუძახა. სინიორინა, რა გნებავთ, სერ? ხომ არ გაერთობოდით ჩემთან ერთად? კითხა ჯონსონმა. ქალი გაწითლდა. არა, სერ, მე არაფერს ცუდს არ გულისხმობ. ხომ არ გამოისეირნებდით ჩემთან ერთად ვევეს სანახავად ღამით? თუ გნებავთ თან ამ ხანაგით წამოიყვანეთ. მე მსახურობ, უთხრა ქალმა. მე აქ საქმე მაქვს. ვიცი, უპასუხა ჯონსონმა. იქნებ შემცვლელი დაგეტოვებინათ. ასეთი რამეები სამოქალაქო ომის დროსაც კი ხდებოდა. არა, სერ, აქ მე თვითონ უნდა ვიყო. სად ისწავლეთ ინგლისური? ბერლიცის კურსებზე, სერ. მიამბეთ რამე ამ კურსებზე, უთხრა მას ჯონსონმა. იქ ალბათ ბევრი უსაქმური სწავლობდა. ალბათ ბევრი თავსაც გაბეზრებდათ. სკოტ ფიცჯერალდს თუ შეხვედრი ხართ? როგორ? მე გეკითხებით, არის თუ არა სტუდენტობის წლები ყველაზე ტკბილად მოსაგონარი თქვენთვის. რა გუნდი ხავდა ბერლინს გასულ შემოდგომაზე? თქვენ ხუმრობთ, სერ? ნახევრად, თქვა ჯონსონმა. თქვენ შვენიერი გოგონა ხართ. ესე იგი, ჩემთან ერთად გასეირნება არ გინდათ? არა, სერ, უთხრა მას ოფიციანტმა ქალმა. იქნებ კიდევ ვისურვებდით რამეს? ვისურვებდი, უპასუხა ჯონსონმა. თუ შეიძლება მომიტანეთ ღვინოების სია. ახლავე, სერ. ღვინოების სიით ხელში ჯონსონის ამ მებარგულის მაგიდას მიუახლოვდა. მათ ჯონსონისკენ მოიხედეს. მებარგულეები ხანში შესულები იყვნენ. გინდათ დალევა? ეკითხა მან. ერთმა თავი დააქნია და გაიცინა. დიახ, მუსია. ლაპარაკობთ ფრანგულად? დიახ, მუსია. რა დავლიოთ? შამპანურის მარკებს თუ არჩევთ? არა, მუსია. უნდა არჩევდეთ, თქვა ჯონსონმა. ფროილაინ, დაუძახა მან ოფიციანტ ქალს. ჩვენ შამპანურს დავლევთ. როგორი შამპანური გნებავთ? საუკეთესო, უპასუხა ჯონსონმა. რომელია საუკეთესო? კითხა მან მებარგულებს. საუკეთესო? ეკითხა იმ მებარგულმა, რომელიც პირველად დაელაპარაკა ჯონსონს. მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო. მებარგულმა ჯიბიდან ოქროს სათვალეები ამოიღო და სია ჩაათვალიერა. თითი 4 სახელწოდებასა და მათ ფასებს გააყოლა. სპორტსმენი, წარმოთქვა მან. სპორტსმენი. სპორტსმენი ყველას ჯობია. თანახმა ხართ, ჯენტლმენებო? კითხა ჯონსონმა დანარჩენებს. ერთმა თავი დააქნია, მეორემ ფრანგულად თქვა, მე თვითონ არ დამილევია, მაგრამ ამბობენ ძალიან კარგიაო. ერთი ბოთლი სპორტსმენი, შეუკვეთა ჯონსონმა ოფიციანტ ქალს, მერე ფასს დახედა. 11 შვეიცარიული ფრანკი ღირდა. 2 სპორტსმენი მოგვიტანეთ, ხომ არ გაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით? კითხა მან იმ მებარგულს, რომელმაც სპორტსმენი აირჩია. არა, რას ამბობთ? აი აქ დაბრძანდით. მებარგულმა ჯონსონს გაუცინა. თან სათვალე მოიხსნა და ბუდეში ჩადო. დაბადების დღეს ხომ არ იხდით? არა, უპასუხა ჯონსონმა. რა მაქვს სამხიარულო, ცოლი მეყრება. რას ლაპარაკობთ? თქვა ერთმა მებარგულმა. ნუ თუ მართლა. მეორე მებარგულმა თავი გადააქნია. მესამე მგონი ცოტა ყრუ იყო. უჩვეულო აქ არაფერია, თქვა ჯონსონმა. ეს დაახლოებით იმას გავს კბილის ეკიმდა, რომ წასულხართ პირველად. ანდა ქალიშვილი, რომ პირველად გამხდარა ავად. მიუხედავად ამისა, ამ ამბავმა მაინც წონასწორობა დამაკარგვინა. გასაგებია, თქვა ყველაზე ხანში შესულმა მებარგულმა. ესმის თქვენი გულის ტკივილი. არც ერთი თქვენგანი არ გაშორებია ჯერ ცოლს, იკითხა ჯონსონმა. მან თავი დაანება დამახინჯებული ენით ლაპარაკს და რამდენსამე ხანს სუფთა ფრანგულით საუბრობდა. არა, უპასუხა მას იმ მებარგულმა, რომელმაც სპორტსმენი აირჩია. აქ ასე ხშირად არ იყრებიან. არიან გაშორებულებიც, მაგრამ ძალიან ცოტა. იქ თითქმის ყველა შორდება, თქვა ჯონსონმა. მართლა ასეა, დაუდასტურა მებარგულმა. გაზეთებშიც ასე იწერება. მე ცოტა დამაგვიანდა, განაგრძო ჯონსონმა. უკვე 35 წლისა ვარ და პირველად ვცილდები ცოლს. თქვენ მართლა ძალიან ახალგაზრდა ხართ, თქვა მებარგულმა. მე დანარჩენებსაც აუხსნა.
მუსია მხოლოდ 35 წლისაა. მებარგულებმა თავი დაიქნიეს. ძალიან ახალგაზრდაა, თქვა ერთ-ერთმა. მართლა პირველად შორდა ვიცი ცოლს, იკითხა მებარგულმა. მართლა, უპასუხა ჯონსონმა. თუ შეიძლება ღვინო გახსენით, მადმუაზელ. ძალიან ძვირი ჯდება გაშორება, 10,000 ფრანკი, შვეიცარიული, არა ფრანგული. ესე იგი 2,000 შვეიცარიული ფრანკი. სულ ერთია, მაინც ძვირია. არ არის ძვირი. საერთოდ რატომ ეყრება ცოლ-ქმარი? იმიტომ რომ ცოლებს ასე უნდათ ხოლმე. რატომ უნდათ ხოლმე? იმიტომ რომ მერე სხვაზე გათხოვდნენ. ეს ხომ იდიოტობაა, ნამდვილად უპასუხა ჯონსონმა. ოფიციანტმა ქალმა 4 ჭიქა გაავსო, 4-ვე მასწია სავსე ჭიქები. პროსტ, წარმოთქვა ჯონსონმა. გაგიმარჯოს მუსია, უპასუხა მას ერთმა მებარგულმა. დანარჩენმა ორმა წარმოთქვა. სალუტ, შამპანურს ტკბილი წყლის გემო ჰქონდა. სხვა ენაზე პასუხის გაცემა შვეიცარიული ჩვეულებაა? იკითხა ჯონსონმა. არა, უპასუხა მას მებარგულმა. მაგრამ ფრანგულად უკეთესად ჟღერს. გარდა ამისა, ეს ხომ საფრანგეთის შვეიცარიაა. თქვენ რომ გერმანულად ლაპარაკობთ? მართალია, მაგრამ სადაც მე ვცხოვრობ, იქ გერმანულად ლაპარაკობენ. მართლა? თქვა ჯონსონმა. ეს ჯენტლმენებიც? ამათ ცოლები ყავთ. მე კმაყოფილი ხართ? კითხა ჯონსონმა ერთ-ერთს. ვითი? მოგწონთ თქვენი ოჯახური მდგომარეობა? დიახ, ეს ხომ ნორმალურია, ნამდვილად, თქვა ჯონსონმა. თქვენ როგორ აგაქვთ საქმე მუსია? ყველაფერი რიგზია, უპასუხა მეორე მებარგულმა. პურ მოი, თქვა ჯონსონმა. მე კი არა მაქვს ყველაფერი რიგზე. მუსია ცოლს შორდება, ახსნა პირველმა მებარგულმა. წარმოთქვა მეორემ. დაუმატა მესამემ. მე მგონი თემა ამოწურულია, ჩემი მწუხარება თქვენზე არ მოქმედებს. იგი პირველ მებარგულს მიმართავდა. რატომ? უთხრა მას მებარგულმა. გავათავოთ, ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაზე ვილაპარაკოთ? სპორტი თუ გაინტერესებთ? მე არა, უპასუხა მას ჯონსონმა. ჩემს ცოლს კი აინტერესებს. რითი ერთობით ხოლმე? წერალი ვარ. ბევრი ფული გაქვთ? ახლა არა, მაგრამ თუ ცნობილი გავხდი მექნება. საინტერესოა? არა, უპასუხა მას ჯონსონმა. სრულიადაც არ არის საინტერესო. ძალიან მწუხვარ ჯენტლმენებო, მაგრამ უნდა წავიდე. გთხოვთ მეორე ბოთლიც დაცალოთ. მატარებელი მხოლოდ 45 წუთის შემდეგ მოვა. ვიცი, თქვა ჯონსონმა. ოფიციანტი მივიდა და ჯონსონმა სადილისა და ღვინოს ფული გადაიხადა. მიდიხართ, სერ? კითხა მას ქალმა. ცოტას გავისეირნებ. პარკს აქ დავტოვებ. ჯონსონმა პალტო ჩაიცვა, ხელსახვევი გაიკეთა და ქუდი დაიხურა. გარეთ ბარდნი და განათებულ ფანჯარაში მოჩანდა მაგიდის გარშემო შემოსხდარი სამი მებარგული. ოფიციანტმა ქალმა მათ ჭიქები და არჩენილი ღვინით შეაუსო. გაუხსნელი ბოთლი კი უკან წაიღო. მებარგულებმა 3 ფრანკი მოიგეს. გაიფიქრა ჯონსონმა. იგი მიტრიალდა და ბაქანს გაუყვა. ეგონა ლაპარაკით კივილებს დაუყუჩებდა. შეცდა, ახლა უარესად იგრძნო თავი. გეოგრაფიული საზოგადოების წევრის ვაჟიშვილი ტერიტეში. ტერიტეს სადგურის კაფეში ოდნავ უფრო თბილოდა. ძალიან განათებული იყო და მოსუფთავებული მაგიდები კრიალებდა. მაგიდაზე დაწყობილ კალათებში ნამცხრით სავსე პრიალა პარკები ელაგა. აქვე ეწყო მუყაოს საფენები ლუდის ჭიქებისათვის. კედელზე საათი ეკიდა და ოთახის სიღრმეში დახლი მოჩანდა. გარეთ თოვდა. საათის ქვეშ მოხუცი კაცი იჯდა მაგიდასთან და საღამოს გაზეთს კითხულობდა. მებარგული შემოვიდა და გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ სიმპლონის ექსპრესი 1 საათს დაიგვიანებდა, სან-მაურისიდან. ოფიციანტი ქალი მისტერ ჰარისის მაგიდას მიუახლოვდა. მისტერ ჰარისმა ისის იყო სადილობა დაამთავრა. ექსპრესი 1 საათს იგვიანებს, სერ. ყავა მოგართვათ? თქვენი ნება, როგორ? იკითხა ქალმა. მომიტანეთ, უპასუხა მას მისტერ ჰარისმა. ახლავე, თქვა ქალმა. ოფიციანტმა ყავა მოიტანა სამზარეულოდან და მისტერ ჰარისმა შიქშაქარი ჩააგდო. მერე კოზით დასრისა და ფანჯარაში გაიხედა. ერთხანს უყურა, როგორ ეფინებოდა თოვლის ფანტელები განათებულ ბაქანს. ინგლისურის გარდა სხვა ენა თუ იცით? კითხა ჰარისმა ოფიციანტს. ვიცი, სერ, ლაპარაკობ გერმანულად, ფრანგულად და აგრეთვე ადგილობრივ დიალექტებზე. რომელი ენა უფრო მოგწონთ? ძალიან გვანან ერთმანეთს, სერ, ვერ გეტყვით, რომელი უფრო მომწონს. რას დალევდით? ყავას თუ რაიმე მაგარ სასმელს? ჩვენ მომსვლელებთან დალევის უფლება არ აქვს, სერ. სიგარა ხომ არ გინდათ? არა, ქალს გაეცინა. არ ვეწევი, სერ. მეც არ ვეწევი, თქვა ჰარისმა. არ ვეთანხმები დავით ბელასკოს. როგორ? ბელასკო, დავით ბელასკო. მისი ცნობა ძალიან ადვილია. საყელო ყოველთვის გვერდზე აქვს ხოლმე მოქცეული. არ ვეთანხმები და თანაც უკვე მკვდარია. თუ ნებას მომცემთ წავალსე, უთხრა მას ოფიციანტმა ქალმა. წაბრძანდით, უპასუხა ჰარისმა. მერე წინ გადაიხარა და ფანჯარაში დაიწყო ყურება. მოშორებით მჯდომმა მოხუცმა გაზეთი დაკეცა. მისტერ ჰარისს გამოხედა. მერე თავისი ყავიანი ჭიქა აიღო და მის მაგიდასთან მივიდა. მაპატიეთ ასე რომ შემოგეჭერით, თქვა მან ინგლისურად. ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ხომ არ ბრძანდებით? დაბრძანდით, უთხრა მას ჰარისმა. მოხუცი დაჯდა.
რას მიირთმევთ? ისევ ყავას თუ ლიქიორს? გმადლობთ, არც ერთი არ მინდა უპასუხა მოხუცმა. იქნებ კირხი გნებავთ. სიამოვნებით დაულებდი. ნება მომეცით დაგპატიჟოთ. არა, მე დაგპატიჟებთ. ჰარისმა ოფიციანტ ხალს დაუძახა. მოხუცმა შიდა ჯიბიდან ტყავის საფული ამოიღო. საფულაზე შემოხვეული განიერი რეზინი მოხსნა. რამდენიმე ბარათი მოძებნა და ერთ-ერთი ჰარისს გაუწოდა. ეს ჩემი საწევრო წიგნაკია, უთხრა მან. ფრედერიკ ჯ. რუსელს თუ იცნობთ ამერიკაში? არ უნდა ვიცნობდე. მე მეგონა ის ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. სად ცხოვრობს? რომელ შტატში? რა თქმა უნდა, ვაშინგტონში. ხომ იქ იმყოფება საზოგადოების მთავარი საბჭო. მე მგონი იქ იმყოფება. თქვენ გონიათ? განადარწმუნებული არა ხართ? იცით, დიდი ხანია შტატებში აღარ ყოფილვარ, უთხრა ჰარისმა. ესე იგი, თქვენ საზოგადოების წევრი არა ხართ? მე არა ვარ, მაგრამ მამა ჩემი კი არის. ის ძალიან დიდი ხანია, რაც საზოგადოების წევრია. მაშინ მამა თქვენი უნდა იცნობდეს ფრედერიკ რუსელს. იგი ამ საზოგადოების ერთი ხელმძღვანელთაგანია. უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ მან გამიწია რეკომენდაცია საზოგადოების წინაშე. ძალიან მოხარული ვარ. სამწუხაროა, რომ თქვენ საზოგადოების წევრი არ ახართ. მამა თქვენ შეეძლო რეკომენდაციის მოცემა. ალბათ შეეძლო, თქვა ჰარისმა. როგორც კი დაუბრუნდები, ვეცდები გამოვასწორო მდგომარეობა. მეც გირჩევთ, უთხრა მას მოხუცმა. შოვნას ალბათ კითხულობთ. რა თქმა უნდა. ნახეთ ჩრდილო ამერიკის ფაუნისადმი მიძღვნილი ნომერი, ფერადი ილუსტრაციებით. ნახე, ის ნომერი პარიზში მაქვს. ის ნომერი თუ ნახეთ ალიასკის ვულკანების პანორამა რომ არის მოთავსებული, შესანიშნავია. ძალიან მომწონს. აგრეთვე ჯორჯ შაიერს მესამის მიერ გადაღებული გარეული ცხოველების ფოტოები, საოცარი ცხოველებია. როგორ? შესანიშნავი ფოტოებია იმ ჩვენმა შაიერსმა. თქვენ მას ჩვენ შაიერს ეძახით? ძველი მეგობრები ვართ, თქვა ჰარისმა. მართლა? ესე იგი თქვენ იცნობთ ჯორჯ შაიერს მესამეს? ალბათ ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ძალიან. ასეთ საინტერესო პიროვნება ჯერ არ შემხვედრია. ჯორჯ შაიერს მეორესაც იცნობთ? ისიც საინტერესო პიროვნებაა? არა, ის ისეთ საინტერესო არ არის. მე მეგონა ისიც საინტერესო პიროვნება იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, არ არის. ძალიან უცნაური კია. ეს მე ყოველთვის მაკვირვებდა. წარმოთქვა მოხუცმა. მე მეგონა იმ ოჯახში ყველა საინტერესო პიროვნება იყო. გაგონდებათ საჰარის უდაბნოს პანორამა? კითხა მას ჰარისმა. საჰარას უდაბნო? ეს ხომ დაახლოებით 15 წლის წინათ იყო დაბეჭდილი. დიახ, მაგრამ ის მამაჩემის უსაყვარლესი ფოტოსურათი იყო. განა ბოლო ნომრები მას ნაკლებად მოსწონს, ალბათ ისინიც მოსწონს, მაგრამ საჰარას პანორამა მაინც განსაკუთრებით უყვარდა. მართლა ძალიან კარგი ფოტო იყო. მე ვფიქრობ, ის ფოტო მხატვრული თვალსაზრისით ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მეცნიერული თვალსაზრისით. არ ვიცი, არა, წარმოთქვა ჰარისმა. ის სამომი და აკლემის გვერდით მუხლმოყრილი ის არაბი, რომელსაც პირი მექასკენ აქვს მიქცეული, თუ მეხსიერება არ მღალატობს, არაბი იდგა და აკლემი აღვირით ეჭირა. მართალი ხართ, უთხრა ჰარისმა. მე პოლკოვნიკ ლოურენსის წიგნში ამერია. თუ არ ვცდები, ლოურენსის წიგნი არაბეთს ეხება. ნამდვილად, თქვა ჰარისმა. ის წიგნი სწორედ არაბმა მომაგონა. პოლკოვნიკი ალბათ ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა, ალბათ. ხომ არ იცით ახლა რას აკეთებს? სამეფო აეროფლოტში მსახურობს. რატომ მაინდა-მაინც იქ? ალბათ ასე უნდოდა. ხომ არ იცით, არის თუ არა ის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წევრი? რა მოგახსენოთ? ძალიან დიდ სარგებლობას კი მოუტანდა საზოგადოებას. ასეთები ყოველთვის საჭირონი არიან. სიამოვნებით მივცემდი რეკომენდაციას, თუ საზოგადოებას არაფერი ექნებოდა საწინააღმდეგო. მე მგონია მიიღებდნენ. რეკომენდაცია მივეცი ერთ ველელ მეცნიერს და ერთ ჩემს ლოზანელ კოლეგას. ორივე აირჩიეს. მე მგონი საზოგადოების წევრები კმაყოფილი დარჩებოდნენ. პოლკოვნიკ ლოურენსისთვისაც რომ მიმეცა რეკომენდაცია. მშვენიერი აზრია, უთხრა მას ჰარისმა. ამ კაფეში თქვენ ხშირად დადიხართ? ყოველ დღეს ვსვამ ყავას სადილის შემდეგ. უნივერსიტეტში ხომ არ ასწავლით? ამჟამად აღარ. მე კი მატარებას ველოდები, თქვა ჰარისმა. ჯერ პარიზში მივემგზავრები. ჰარვიდან კი გემით შტატებში მივდივარ. ამერიკაში არ ყოფილვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიდოდი. როდის მე იქნებ საზოგადოების ხდომაზე მომეხდეს წასვლა. ძალიან მესიამოვნებოდა მამა თქვენის გაცნობა. მამაჩემიც აღტაცებული იქნებოდა, მაგრამ შარშან გარდაიცვალა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავი მოიკლა. ძალიან წუხვარ. მისი დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნებოდა როგორც მეცნიერებისათვის, ასევე მისი ოჯახისთვისაც. მეცნიერებამ გაუძლო ამ დანაკლისს. აი ჩემი სავიზიტო ბარათი, თქვა ჰარისმა. მამაჩემის ინიციალები იყო E.J. ჩემი კი E.D.-ია. დარწმუნებული ვარ, მამაჩემი აღტაცებული იქნებოდა თქვენი ნაცნობობით. ძალიან მოხარული ვარ. მოხუცმა თავის სავიზიტო ბარათი ამოიღო საფულედან და ჰარისს მიაწოდა. იქ ეწერა დოქტორი სიგიზმუნდ ვაიერი, ფილოსოფიის დოქტორი. ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, ვაშინგტონი, კოლუმბია, ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან გაუფრთხილდებენ, უთხრა მას ჰარისმა.